მქონე პირთა პენსიის შემცირებას არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და არა გამოეხმაურნენ. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით 70 ლარი მკურნალობისა და კომუნალური გადასახადებისთვისაც კი არ არის საკმარისი. მოძრაობის წევრები ხელისუფლებას პენსიის საარსებო მინიმუმამდე 155 ლარამდე გაზრდასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებაზე ზრუნვას ითხოვენ. Რამოდენიმე დღის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს 10 ლარით დააკლდათ ყოველთვიური დახმარება. მათ ამ ეტაპზე ამ თვეში აიღეს უკვე 70 ლარიანი დახმარება. ეს პირველად საზოგადოებაში გაჟღერდა კობა დავითაშვილის მიერ. ანუ ხელისუფლებამ წინასწარ არ გააფრთხილა ეს ადამიანები და მხოლოდ როდესაც ფაქტის წინაშე დადგნენ, შემდეგ შეიტყვეს, რომ მათ დახმარებიდან 10 ლარი ჩამოეჭრათ. მოვითხოვთ, რომ მათი დახმარება საარსებო მინიმუმამდე მაინც, თუმცა საარსებო მინიმუმი 155 ლარიც თავად ხელისუფლების დაწესებულია და მიგვაჩნია, რომ არც 155 ლარი არ არის საკმარისი დღეისათვის, რომ ადამიანმა უბრალოდ იარსებოს, თუმცა ამ ეტაპზე მოვითხოვთ, რომ 155 ლარამდე მოხდეს ამ ადამიანების, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პენსიის გაზრდა. ის რომ ამ ადამიანებს დააკლეს 10 ლარით პენსია არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომ ხელისუფლება ცდილობს თანხების დაზოგვას საარჩევნოდ. მსგავსი თვალსაჩინო მაგალითები კიდევ არაერთია, მათ შორის ის, რომ სადაზღვევო კომპანიები რიგ შემთხვევაში და უпроსტოდ ხშირ შემთხვევაში არ ანაზღაურებენ ხოლმე იმ სამედიცინო მომსახურებას, რასაც პენსიონერები იტარებენ.